ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი რეგიონებში პროექტი, რომელიც 2022 წელს დაიწყო და 2025 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. ევროკავშირსა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც 7.500.000 ევროა. პროგრამა მოიცავს 4 რეგიონს: რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო სვანეთს, გურიასა და იმერეთს და ასევე კახეთს. მისი მიზანია დაბალანსდეს ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება საქართველოში დიდ ქალაქებთან, თბილისთან და ბათუმთან მიმართებაში. უფრო დეტალურად რა პროგრამები ხორციელდება და რამდენად არიან ჩართულები ღონისძიებებში ადგილობრივი მოსახლეობა, რამდენად არის ჩართული თემაზე სტუმართან GIZ-ის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ექსპერტთან აკაკი რუხაძესთან ერთად ვისაუბროთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებით მაყურებლისთვის მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს პარტნიორის ფარგლებში ამ თემებზე და ამ პროექტებზე ჩვენ გვისაუბრია. თავდაპირველად რომ მეტნაკლებად უფრო სრულყოფილი რომ წარმოდგენა რომ კონდეს მაყურებელს რა ტიპის პროექტებზეა საუბარი, რა ხორციელდება ამ პროექტის ფარგლებში და მე უკვე თითოეული მათგანის დავუშვათ მიმართულებით გავშალოთ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მაქვს ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ვახორციელებთ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში. ჩვენი პროექტი, როგორც თქვენ ბრძანებთ, ოპერირებს 4 საპილოტო რეგიონში, ეს გახლავთ გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ასევე კახეთის რეგიონი. ჩვენი მიმართულებები იყო 3 მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი არის ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობა და აგრეთვე ურბანული განახლების პროექტები. ასევე ჩვენ საშუალება გვქონდა დახმარება 4 რეგიონში თანაბრად იყო ეს ნაწილი მოცული? დიახ, ეს იყო პროპორციულად გადანაწილებული თავის მოცულობებთან და შედარებით. თქვენ იცით, რომ ყველა რეგიონში სხვადასხვა რაოდენობის მოსახლეობა და აქედან გამომდინარე და მუნიციპალიტეტების რაოდენობაც სხვადასხვა არის. თუ მაგალითად იმერეთში გვაქვს 11 მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთში გვაქვს 4 და გურიაში 3, შესაბამისად იყო პროპორციულად გადანაწილებული პროექტების დაფინანსება. მე მინდა აუცილებლად ხაზი გადავალ, სანამ ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა პროექტს, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება დიდ ნაწილად ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტების მიერ, ასე რომ ჩვენ მქონდა საგრანტო ხელშეკრულებები დადებული მუნიციპალიტეტებთან და მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ თავისთან ტერიტორიაზე აღნიშნულ პროექტებს. და ეს რომ მიყვეთ თანმიმდევრულად, მაგალითად ტურიზმის ნაწილში, რომელი რეგიონის მიმართულებით და რომელი მუნიციპალიტეტების მიმართულებით იყო რეალურად უფრო მეტი აქტიურობა და მხოლოდ პროექტის განხორციელება არ არის ხომ მნიშვნელოვანი. შეგვიძლია თუ არა იმის თქვა, რომ რეალური კონკრეტული ხელშესახების შედეგები, რაც ჰქონდა დასახული ამ პროექტის განხორციელების დასაწყისში, რეალურად აი ამ დასრულების ეტაპზე ეს შედეგები რეალურად მივიღეთ. კი ბატონო, მოგასვით ინფორმაციას. უბრალოდ მე გავუსვი ხაზი, რომ ამას თვითონ მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ ჩვენი დადებული ხელშეკრულებით. ამის საშუალებით მუნიციპალიტეტებმა შესაძლებლობები გაეზარდათ და ისწავლეს ევროპულ სტრუქტურებთან, ფონდებთან წვდომა, მათთან თანამშრომლობა და პროექტების განხორციელება. და ამ კუთხით ეს იყო დამატებითი ბენეფიტი. თორე რაც შეეხება პროექტების განხორციელებას, მაგალითად ტურიზმთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი იყო ოდასახლების პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 50 ოდასახლი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არის დასავლეთ საქართველოში ოდასახლები და ხდება ტურისტული მარშრუტების შემუშავება, ხდება ამ მცირე მეწარმეებისთვის დახმარება და მათ შეუძლიათ სხვადასხვა პროდუქტები შეთავაზონ მოსახლეობას. გარდა ამისა, საინტერესო პროექტი იყო ერთ-ერთი ტურიზმის განვითარების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, როგორც მოგესწრებათ და ესაზღვრება პალიასტომის ტბას, მაგრამ კოლხეთის პარკს, მაგრამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა წვდომა, უпроსორად მოქალაქეებს არ შეეძლო ლანჩხუთის მხრიდან შესულიყვნენ კოლხეთის ეროვნულ პარკში და აქედან ბენეფიტი მიიღო მუნიციპალიტეტს. ჩვენ გავაკეთეთ შესასვლელი, ჩვენ შევქმნით ასევე და შეუძინეთ სპეციალური ნავები, კატერები, რის საშუალებით ელექტროკატერები, რის საშუალებითაც მოსახლეობას და ასევე ტურისტებს საშუალება ექნებათ ეს ჩვენი უნიკალური ბუნება დაათვალიერონ. საინტერესო არის და მინდა აღვნიშნოთ 18-ში იხსნება მუზეუმი, სადაც ასევე
საინტერესო ექსპოზიტები არის გამოფენილი. იყო არსებობდა ეს მუზეუმი, მაგრამ იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში და დღევანდელი რეაბილიტაციის შემდეგ 18-ში მოხდება აღნიშნული მუზეუმის გახსნა. ერთ-ერთი ესეთი კარგი ნაწილი ეს უკავშირდებოდა ღვინის ლაბორატორიას, რომელიც გარკვეულ რამდენიმე კვირის წინ მათ შორის გაშუქდა საინფორმაციო საშუალებებით. ანუ რეალურად როდესაც პროექტებს ახორციელებთ, დაუშვათ მუნიციპალიტეტები არიან ამ პროექტების რეალური განმახორციელებლები, ხო? რამდენად სწორად ხედავენ ისინი რა არის მნიშვნელოვანი, დაუშვათ მათ მუნიციპალიტეტებში გასაკეთებელი და ის მე რამდენად მოდის თანხმედრაში აი პროექტის გეგმებთან და იმ მიზნებთან, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იყო დასახული. აბსოლუტურად გეთანხმებით, მუნიციპალიტეტები თუ ფიქრობდნენ ადრე და იყვნენ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული და მათი მოვალეობა იყო ინფრასტრუქტურის და სერვისის მიწოდება, პირველად დაიწყეს მუნიციპალიტეტებმა ფიქრი თუ რა უნდა გაეკეთებიათ, რომ ბიზნესისათვის ხელი შეეწყოთ. და ესეთი წინადადებები, როდესაც ჩვენ ტენდერი გამოვაცხადეთ, შემოვიდა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო, როდესაც ბაღდადის მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა, რომ ჭირდებოდა ადგილობრივ მეწარმეებს ღვინის ლაბორატორია. თქვენ კარგად მოგიხსენებათ, ჩვენ რამდენ გამოფენაში ვღებულობთ მონაწილეობას, ხშირად მეც მიმიღია მონაწილეობა და როდესაც ვსინჯავთ ქართულ ღვინოს, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ჩვენი საექსპორტო პროდუქტი არის, ხანდახან გვეშინია რამე ხარვეზი ხო არ აქვს. და წარმოიდგინეთ, თქვენ დასავლეთ საქართველოში მცირე მეწარმეებს ესეთი საშუალება არ ქონდათ ლაბორატორიაში შეემოწმებინათ ღვინო და ჭირდებოდათ თბილისში. ეს ხო დამატებითი ხარჯი, დამატებითი დრო და თან დავარგების პერიოდში ღვინოს ეს რამოდენიმეჯერ ჭირდება. და აქედან გამომდინარე გახდა აუცილებელი შეგვექმნა ესეთი ლაბორატორია და დღესდღეობით არსებობს ესეთი ლაბორატორია და ის მოემსახურება არა მარტო ბაღდადის მუნიციპალიტეტს, არა შეგვიძლია მომავალად ვთქვათ, რომ მთელ დასავლეთ საქართველოს. კი ბატონო, რეალურად პროექტი 2022 წელს დაიწყო, 2025 წლის შემოდგომამდე გრძელდება, კი ბატონო. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს პროექტი მის შედეგის თვალსაჩინო შეიძლება რომ კიდე გაგრძელდეს, ამ მიმართულებით არის თუ არა მუშაობა, თუ დაუშვათ საჭიროება აღარ არის და მუნიციპალიტეტებს უკვე თავად შეუძლიათ ამ ნაწილში ფონდებთან ურთიერთობა? არა, საჭირო ნამდვილად არის ეს ჩვენ უბრალოდ თქვით, რომ დამატებითი ბენეფიტი იყო, როდესაც მუნიციპალიტეტებმა ისწავლეს ფონდებთან ურთიერთობა, მაგრამ ესეთი პროექტები, რომლებიც ინიციატივას აძლევენ ახალ იდეებს, ახალი ჭრილიდან დაანახებენ განვითარების საშუალებებს, აუცილებელი არის სამომავლოდაც გაგრძელდეს. და ვფიქრობ, რომ ჩვენი წინსვლა ევროპისკენ ალბათ შეუცვლელია და ვფიქრობთ ამ კუთხით განვითარება საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო დიდ ფონდებთან კონდეს საქართველოს ცდომა. ეს იყო მხოლოდ საპილოტე რეგიონებისთვის, საპილოტე პროექტები და გვინდოდა გვეჩვენებია თუ როგორ შეიძლება ასეთი პროექტების განხორციელება. თორედ ის პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოება, ევროკავშირში გნებავთ კანდიდატის სტატუსი, იქნება თუ სრული გაწევრიანების დროს, ეს გაცილებით დიდი პროექტები არის და ამას კიდე დამატებითი შესაძლებლობები ჭირდება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებისათვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და იმ თქვენს ბენეფიციარებსაც, იმ მუნიციპალიტეტებს განსაკუთრებით, რომლებიც აი ამ პროექტში ღებულობდნენ მონაწილეობას და ეხლა იმედი ვიქონიათ, რომ საპილოტე ნაწილს ისინი რეალურად სხვა კუთხით უკვე სხვა ტიპის შესაძლებლობა დაქცევთ. აკაკი რუხაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის. მადლობა. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს, მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში უკვე ორ შაბათში ვხვდებით მშვიდობიანი დღე ნახვამდის.